მე პირადად ძალიან მომწონს თქვენი შემართება, ჯერ რუსები უნდა დავიბრუნოთ სალომე და ტერიტორიების დაგვიბრუნება. კი, რა თქმა უნდა, მეც მგონია, რომ შეთანხმებით, დიპლომატიით, სახალხო დიპლომატიით და ურთიერთგაგებით და რაღაცების დალაგებით და რამდენიმე მოსყიდული ოსი პოლიტიკოსის დისკრედიტაციით და გარეძალების გავლენის შემცირებით ნამდვილად ჯერ უნდა დავიბრუნოთ ოსები და ჩვენი ძველი ურთიერთობები უნდა აღვადგინოთ, როცა საკმაოდ ახლოს ვიყავით, როცა საკმაოდ ასიმილირებული ვიყავით ერთმანეთთან, მაგრამ აქვე აუცილებლად უნდა დავამატო, რომ ეს არ არის ერთადერთი გამოსავალი და სხვა გზებითაც შეიძლება ჩვენი ტერიტორიების დაბრუნება, უბრალოდ აქ არ გულისხმობ მაინც აუცილებლად რაღაც საშინელებების დატრიალებას არამს უბრალოდ ბევრი გამოსავალი არსებობს. მაგალითად, შეგიძლია შექმნა ისეთი პირობები, სადაც ეს პირდაპირ კი დაიბრუნებ დიპლომატიით, არამედ უფრო პრაგმატული ხასიათით მოახერხებ, პრაგმატული ხასიათით პირობების შექმნით მოახერხებ მათში დაბრუნების სურვილის აღძრას, ან შეგიძლია რომ თქვათ უფრო ძალის დემონსტრირების საშუალებით, თქვათ შენ თვითონ მოაგვარო საქმეები ისე, რომ უბრალოდ შენს ტერიტორიაზე მინიმუმამდე დაიყვანო სეპარატისტული მოძრაობები. მშვიდობიანობის ფარგლებში რასაკვირველია. ხო, ზუსტად ასე.